ჩართული გაქვს? ჩართულია. მიშოს ნაწილი. ველოდებით 1000-ს გამოწეს. მადლობა ჩვენ მხარდაჭერ კომპანიებს. არა. ჩვენი ამ მოგზაურობისთვის კიდევ და კიდევ ისევ. No. აი, შეჭინო, მოიცა რა, როდენდე უნდა ვიყოთ. კაი, დაიგრძელებთ. დავიდა. ერთ მანქანას დასტიკერდა, შვენიერი. სალამ მეგობრებო. დღეს წამოვედით ვაშლოვანისკენ. და ეხლა ნელ-ნელა აგიხსნით გზაში რა პროცედურები გამოვიარეთ და როგორ ჩამოვედით აქამდე. ჯერ კიდე გზაში ვართ იდეაში. ეხლა შევდივართ ვაშლოვანში. მოგიწევთ დაცული ტერიტორიების სააგენტოში მოსვლა რეგისტრაციის გასწავლელად. ხოლო აქ რეგისტრაციის გავლის შემდეგ უკვე გადადიხართ სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში, სადაც უკვე ოფიციალურად იღებს სარს ნაკრძალში შესვლაზე. ერთი ადამიანის შესვლა არის 5 ლარი, პლუს ღამეს თუ 10 თუ საკარვედ ითვლება ეგ პლუს 5 ლარი, მანქანის შესვლა პლუს კიდე ეგეც 5 ლარი, ან ჩათვალეთ ყველაფერზე 5 ლარი. ხალხი კოტეჯიც არის აქ. კოტეჯის ფასი როგორც მახსოვს არის 6 კაციან კოტეჯზე 50 ლარი. საკმაოდ იაფია, ძვირი ნამდვილად არ არის. მაგრამ ამ კოტეჯის დაჯავშნა უნდა მოახერხოთ მინიმუმ 1 თვით ადრე. იმიტომ რომ ადგილზე რომ მოხვიდეთ და სურვილი გქონდეთ რომ კოტეჯი დაჯავშნოთ, კოტეჯი გაათიოთ რამე 100-დან ალბათ 1 შანსია რომ ადგილი შეგხვდებათ. იმიტომ ჯობია ეს ყველაფერი წინასწარ დაჯავშნოთ. ვახო რა მოგივიდა ვახო? კამერა გადაბულა მის კაპოტი როგორ უნდა იყოს. ეგ ყველაფერი კაი, მაგრამ მოიცახელები დავგანუძდა. ოუში. აი გუბე ხოა და დაიბანე. აუ აიწყო ცხოვრება. საშხაპე მოიწყო. დაპონი ხო არ გინდა. ჰაჰა შამფუ. არ უნდა გადავიდე. ესე იგი, ესეთ მაგარ ადგილზე შევხვდით. ჩვენ საერთო მეგობარს, საბოს, საბო აგვიხსნე ხა სად ვართ, რა ადგილზე ვართ. ზოგადად რა გეგმა გვაქვს? ნუ საბოს ცალკე გეგმა გვაქვს, ჩვენ ცალკე გეგმა გვაქვს, მაგრამ გადავიყარეთ გზაზე და მაინც გაგვაცნოს ვაშლოვანს, იმიტომ რომ ამაზე კარგად ძალიან ცოტა მიცის ახლა ვაშლოვანი. ასე რომ გისმენთ, აბა საბო რა ხდება? ეხლა ვართ პანტიშარის ხეობაში, მეცხლების ბუდეებთან. აქ ეხლა არ არიან მოსვლები, მაგრამ აქ არიან ხოლმე მეცხლების ბუდეები და აი ჟრიანმულია ხოლმე და ეხლა ეს სამწუხაროდ ისე რა პერიოდში მოდიან ხოლმე ახლა? აი მაისისკენ უკვე იქნება რა. ანუ ესე მანქანების მოძრაობა რაღაცა არ აფრთხობთ, ანუ არიან. არა, არაფერი, ჩვეულებრივად არიან ხოლმე. აი ეხლა ვართ მდინარის ხეობაში და ისტორიულად ეს კლდეები ეხლა ქვემოთ ალესილებთანაც რომ ჩახვალ ნახავ, რომ აქ იყო დიდი ოკეანე. აი კლდეებში არის პატარა ისენი ნიჟარები და აქ იყო დიდი ოკეანე.
და მე ეს ოკეანის ფორმირებამ გაანაპირობა ამათი ესენი და მაგით ქვია ალესილები. და ისე ზოგადად რა მაინტერესებს, სულ მაინტერესებდა ხა მდინარის კალაპოტი ქვია. ანუ ყოფილი კალაპოტია თუ არის აქ ვარიანტი? არა, მოქმედიც არის. მოქმედი არის? წვიმების დროს მოქმედიც არის, მდინარე მოდის. საკმაოდ კარგად მოედინება ეს. კი, ერთი-ორჯერ ძალიან გაუფრჭებია ეს გზა. ბავშვები. ჰალო. რა, კაი. წამო. მიჯნის ყურის მიმართულებით მივდიოდით და გადმოვხვით აქეთ მდინარის კალაპოტი იყო. ცოტა გასართობი არის. ცოტა სველიც არის. ახალი ნაწვიმარია როგორც ჩანს. ძალიან ლამაზი ხედი არის და მაქსიმალურად გვინდა რომ მივახლოვდეთ ამ კლდეს. ნახოთ სადამდე მივალთ. რავი, აქეთ უკვე ძალიან ვიწროვდება გზა არ არის რეალურად ეს არის კალაპოტი მდინარის. ასე რომ შევხედოთ, აბა ვნახოთ. სადამდეც მივალთ თუ არა და მე მოტრიალდებით და მივალთ უკვე მიჯნის ყურისკენ. აი, მასე გაასწორე, მოდი. არა, შიტოქს დაფუჭებ წინ. მიშო ტალახია დიდი რა. ვერ გამოხვალ შენ. მოვედით არწივების ხეობაში. შემოვყევით მდინარის კალაპოტს. მაგრამ გავიჭედეთ აქ მანქანებით უკვე ვეღარ ავდივარ, ძალიან დიდი ლაფია. მიშო რა სიტყვი? არ ვნებდებით. რასთან ნებდები, შეჩება, აღარ ვერ მიდის. მიშო. ტიპა სად მოატრიალა. სადაც მივდივართ. იქ შეშის ნაკლებობა, ორი მანქანა დავტვირთ შეშით. ეს არწივების ხეობაც ვნახეთ. და უკვე მივდივართ ადგილას, სადაც უნდა დავბანაკდეთ. შეშა მომარაგებულია, რაც თავარია. ლაშა მოზუმს, ლაშა გადაიხეს.
ეგ ქურციკი. დაშა დაზუმე რა კამერით რა. გაიცეკლიზა მოვასწროთ. გაქ რა. აგი. მანქანის წირვის თუ. გამოცდი სასაზღვრო ზონას, სასაზღვრო პუნქტს. შეგვიმოწმეს საბუთები და გადმოვედით უკვე მიჯნის ყურისკენ. შეშა შევაგროვეთ გზაში. თქვენს გირჩევთ, რომ გზაში შეაგროვოთ შეშა თუ შეგხვდებათ. იმიტომ რომ ზოგადად ჭირს რა აქეთ. მაინც შეში შოვნა. ან თუ წამოიღებ თბილისს. ბიზნეს ყურისკენ მივდივართ. ცოტა გვიგვიანდება, მაგრამ პატარა შესვენება მოვაწყვეთ მაინც. ცოტა წავიხებსებთ და მე უკვე გავაგრძელებთ. ეს ორი კლოუნი როგორც ყოველთვის ერთობა. დღეს როგორც გითხარით, ბევრი წამოვედით, საკმაოდ სამი მანქანით წამოვედით. 8-ანი. სამეგობრო, საახლობლო. ვისაც არ დაეზარა, ყველა წამოვიდა რა. არა მიშო? ვისაც არ დაეზარა, ყველანი აქ ვართ. არა, ერთი ვიცი ვისაც დაეზარა და მაინც წამოვიდა. აი აქეთ ჩანს მინგეჩაურის წყალსაცავი. ეხლა ვართ საქართველოს აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლზე. სუფრა გავშალეთ. ძალიან კარგი ამინდი დაგვემთხვა. და ძალიან ლამაზი ხედები. იდეალური პერიოდი არის გაზაფხული მოაშოვანისთვის. ასე რომ ყველაფერი წინ არის და შეგიძლიათ რომ ნებისმიერ დროს გაზაფხულის ნებისმიერ პერიოდში ჩამოხვიდეთ და იმოგზაუროთ ამ ლამაზ ადგილზე. ყველაფერი კიდევ წინ არის. იმიტომ რომ მიჯნის ყური არის ძალიან ლამაზი, როგორც გვითხრეს. კაი, დავაგრძელებთ. დავიდა. მოკლედ, აიცა, დავად რომ მიხდით. მოკლედ, პატარა შესვენება მოვაწყვეთ ვაშლოვანის ნაკრძალში, აი შვენიერ ხედზე, რასაც უკან უყურებთ. ძალიან ადრე გამოვედით ჩვენ დილით, მაგრამ ძალიან გაგვეწელა გზა. საკმაოდ დრომი აქვს აქ გზას, ეგ რეგისტრაციები, ყველაფერი ამ დეტალებს მე ვიდეოში ნახავთ, ჩვენ ავხსენით თუ რა პროცედურები უნდა გაიაროთ აქ მოსვლამდე და აქ შემოსვლისთვის. ამ ყველაფერმა მოლოდის მართლა გადააჭარბა, არ ველოდით, ესეც სილამაზეს აქ. აქედან მივდივართ მიჯნის ყურის საკემპინგე ზონაში, სადაც გავშლით კარვებს და დღეს იქ გავათებთ ღამეს. მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ჩვენ მეგობარ კომპანიებს, Mobile Hub-ს და კომპანია TNS. ეს კომპანიები გვეხმარებიან ამ ლამაზი ვიდეოს თქვენამდე მოტანაში. კომპანია TNS გამოყო power bank-ები გზისთვის, რომ ჩვენი ტექნიკა იყოს ყოველთვის გამართული და დატენილი, რადგან ესეთი ლამაზი ვიდეოები და კადრები შემოგთავაზოთ თქვენ. და ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Mobile Hub-ს სერვისისთვის, გვერდში დგომისთვის და სიახლისთვის. ჩვენმა მეგობარმა კომპანიებმა ჩვენი გამოწერებისთვის გამოყვეს საჩუქრები. კომპანია Mobile Hub-მა გამოყო AirPods Pro 2 ვერსიის ყურსასმენები და ასევე კომპანია TNS-გან გადაეცემა სასაჩუქრე ჩვენ გამომწერს და გამარჯვებულს მისი სასურველი გრავირებით კონკრეტული მოდელის კაბელი. ამ გათამაშების პირობებს უკვე უშუალოდ გაგვაცნობს მიშო. არაფერი განსაკუთრებული არ იქნება საჭირო ამ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად. მთავარი იქ წესი არის ის, რომ გამოწერილი უნდა გქონდეთ არხი და კომენტარი უნდა გქონდეთ ამ ვიდეოში დაწერილი. ასევე ჩვენი გათამაშება შედგება მაშინ, როდესაც ჩვენ მივახცევთ 1000 გამოწერს. ნუ პირველ რიგში ეს გვაქვს მიზნად ეხლა ამ ეტაპზე, ასე რომ იაქტიურებთ მეგობრებო, რომ
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ხარდამჭერებს. ასე რომ გამოიწერეთ არხი გათამაშებაში მონაწილეობისთვის, დაწერეთ კომენტარი, გააქტიურეთ ზარისხილაკი, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი შემდეგი ვიდეოები და გისურვებთ წარმატებას. ერთ სიტყვით ველოდებით 1000 გამოწერს. აი ესე ჩვენი ადგილზე მოგვიწე ახლა გაჩერება. აი თუ ნამყოფი არ ხარ ან ამ ადგილზე არ გსმენია, ვერც კი წარმოიდგინე ადამიანი რომ ეს შეიძლება საქართველოს იყოს. კაი, არავის რო არ შეუშალოთ ხელი, აი იქ მიდი და იქ დააკანი. ნიშანის დაუპლიუსდეთ. რომ აქ იყო Friend Venture. всё, ბეჭედი დარწმულია. არა ძალიან მაგარია. სალონში ვიმყოფებით. ირაკლა. ბატონი ლევაზა. უკრიდა. ბატონი დუდარი. და თელი აღჭურვილობა უკან. არის გავესეთი გაიგდა ესეთი სიამოვნება მე ჯერ სიამოვნება ჩვენ წინა რეზო ხეთქის განდება კარლობის გაშლა. მაგრამ ნუ აი ახლა აქამდე რაც გამოვიარეთ ისეც. აუ, ახლა. თელი კლდი არის ჩამოშლილი. მალე მალე გავიდეთ. მეწყერი წამოვიდა ხა და აქ მე რაღაცით გაწმინდეს, მაგრამ ცოტა ფართედ გაეც. როგორც იქნა, ჩამოვახციეთ ვაშლოვაში საკემპინგი ადგილზე. მანქანები ესე უცებ შევყარეთ, გავაჩერეთ. რომ დაგვეკავებინა გონი ყველაზე კაი საკემპინგი ადგილი. თავისი მაგიდა, სკამები, საცეცხლური და აქვე ჩამოდის ალაზანი, მოვიდა ხა ღამეა არ ჩანს. ამ ყველაფერს ხვალ დილით გაჩვენებთ უკვე. დილამში დუქისა. ესეთი ლამაზი და მზიანი დილა გაგვიქცევა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. აქეთ პატარა სანაპირო ზოლია. გამოვიდით, გამოვისეირნეთ. გუშინ გაგვეწელა საშვების აღების პროცედურა, იმიტომ რომ ჯერ ვიყავით ვიზიტორთა ცენტრში, მერე წავედით სასაზღვრო პოლიციაში, გაითვალისწინეთ ამას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. ასე რომ ეს ყველაფერი უნდა გათვალოთ და ადრე უნდა ჩამოხვიდეთ ეს საბუთების პრობლემა რომ მოაგვაროთ. არაფერი ისეთი პრობლემა არ არის რეალურად. ფორმალური საკითხი არის, უნდა შეავსოთ. რაღაც ფორმა არის, რითიც გაიცემა საშვი და საშვიც იმოძრავეთ, იმიტომ რომ სასაზღვრო ზონაში მოძრავთ და აუცილებელია თქვენი უსაფრთხოებისთვის. ასე რომ გაითვალისწინეთ დაახლოებით საათიდან 9 საათამდე მაინც შეიძლება გაიწელოს ეს პროცედურა და გუშინ ამის გამო დაგვიღამდა, გვიან მოვედით საბარნაკეზე, ვერაფრის გადაღებას ვერ მოვასწარით, მაგრამ მაინც კარგი ადგილი ვიპოვეთ საბარნაკეთ. გაგვიმართლა. დღევანდელი ჩვენი გეგმა არის, რომ გავაგრძელოთ მარშრუტი ვაშლოვანის ნაკრძალში, დღეს ბრუნდებით უკან თბილისში. სრულად სანახავად ერთი დღე ერთი ღამე არ არის საკმარისი, მაინც სრულფასოვნად რომ დაათვალიეროთ აქაურობა. ორი ღამით მაინც ჯობია რომ ჩამოხვიდეთ, იმიტომ რომ ბევრი არის სასიარულო მანქანით, ყველგან საინტერესო ადგილია, თითქმის ყოველ გახედვაზე ძალიან ლამაზი და საინტერესო
რელიეფი და ხედები იშლება. ასე რომ ეს გაითვალისწინეთ თუ შესაძლებლობა გექნებათ, ჩამოდით 2 დღით 2 ღამით უბრალოდ. უნება სასწაული არის და საკმაოდ ველური გარემო გავხდებათ აქ. ქართული აფრიკა არის მართლაც როგორც ამბობენ ხოლმე. ესეთ მშვენიერ ადგილზე ვიკემპინგეთ. ვართ საქართველოს უკიდურეს წერტილში. მიზნის ყურე. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები. ესე ჩვენი ჯგუფი. ჩავლაგდით და ნელ-ნელა უკვე უკამბურდებით. ეხლა უნდა გავტესტოთ აი ამ ხესთან იჭერს ტელეფონი, როგორც ვიცით. მან კი მესმის. ამოვიდით შემაღლებულ ადგილზე. ძალიან ლამაზი ხედი იშლება აქედან იქით. რაც უყურეთ არის აზერბაიჯანის ტერიტორია. მდინარის აქეთ ხარეს არის ჩვენი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია. აქ ტელეფონები იჭერს როგორც ჩანს. წავიდა ოჯახის წევრებთან დაკავშირება. ეს უკვე შირაქზე მოვედით მიტოვებულ აეროდრომზე და შემოვედით ძველ ანგარში. საკმაოდ მისტიურად გამოიყურება ეს ადგილი. ძალიან საინტერესო ადგილია და მართლაც რომ ამ სასწაულად გამოიყურება. ესე მიგდება ამ ადგილის მაინც და მაინც არ არის, ხო? კარგი, რაღაცა მუზეუმი უნდა გააკეთო აქ. ეს რა არის? ესე გაცდენა მართლა. მეგობრებო, შირაქის აეროდრომზეც მოვედით. ეს არის კომუნისტების ძველი მიტოვებული აეროდრომი, რომელიც არის განლაგებული აი როგორ მასშტაბურ ტერიტორიაზე სიტყვით ვერც აგიხდეთ, მაგრამ დრონის კადრებში ამ ყველაფერს ნახავთ. ამ ლამაზი მოგზაურობისთვის შეგახსენებთ, რომ ისევ ხალხში დაგვიდა ჩვენი მეგობარი კომპანიები Mobile Hub-G და კომპანია TENE. მადლობას ვუხდით მათ ამ ლამაზ ვიდეოს თქვენამდე მოტანაში. Mobile Hub-ი არის სივრცე, სადაც შეძლებთ თქვენი ტელეფონების შეკეთება, სერვის ყველანაირი მხრივ. ხოლო კომპანია TENE დაგვეხმარა ტექნიკით. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ მეგობრებო, რომ გვაქვს გათამაშება ჩვენი მხარდამჭერების მხარდაჭერით. კომპანია TENE ათამაშებს თავის კაბელს სასურველი, თქვენი სასურველი გრავირებით, ვინც გაიმარჯვებს და ვინც მოიგებს და ასევე Mobile Hub-ს აქვს თქვენთვის 3 AirPods Pro, რომელიც გათამაშდება 1000 გამომწერზე.
ამისთვის აუცილებელი არის რომ ამ ვიდეოსში დაწეროთ კომენტარები და ამ ვიდეოს კომენტარებიდან ავარჩევთ 1000 გამომწერზე ამ გამარჯვებულს. ასე რომ გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე წარმატებები.